ქვეყანას რომ 20% ოკუპირებულია ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის გაძლიერება. დიახ. ასევე მან მინისტრმა იზორიამ წარმოადგინა ძალიან საინტერესო ანგარიში და ასევე სამომავლო გეგმები. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან მწვავე გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით და ჩვენი სამხედრო და თავდაცვის სისტემა და უსაფრთხოების სისტემა უნდა იყოს მზად ყოველგვარი ასეთი გამოწვევისათვის. არის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები რეფორმირების, მთლიანად თავდაცვის სისტემის რეფორმირების, რათა ის მოვიდეს სრულ შესაბამისობაში ნატოს სტანდარტებთან და ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლის განხორციელებასაც დანერგვასაც ჩვენ უკვე ვიწყებთ და ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი მთავრობის კონსოლიდაცია და მინდა ყველა მიცოდეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და მინისტრს აქვს სრული მხარდაჭერა უმაღლესი დონიდან. რა თქმა უნდა, ეს იქნება მნიშვნელოვანი, ვინაიდან დღეს ჩვენ გვაქვს კიდევ საკმაოდ ბევრი რამ შესაძლებელი ჩვენი სამხედრო მმართველობის სისტემაში და მოსაყვანი ყავს ჩვენი თავდაცვის სისტემა დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ბატონ პრემიერ, უსაფრთხოებას რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში, თქვენ პირადად როგორ მოიაზრებთ საქართველოს როლს და უნდა დაიწყოს თუ არა ფიქრი საქართველოს იმის თაობაზე, რომ აღადგინოს ეტაპობრივად სამხედრო ფლოტი, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნება არის ქვეყნისთვის. შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველოს არის ჩართული. ეს განსაზღვრული იქნა ნატოს სამიტზე და მას შემდეგ არ წყდება ამ მიმართულებით კონსულტაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით ჩრდილო-ატლანტიკურ ოჯახთან ერთად და შესაძლოა საქართველოს იყოს ჩართული პატრულირებაში და სხვა ასეთი ტიპის ოპერაციებში და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი ნატოში ინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია მთლიანად ეს პროცესი. ბატონ პრემიერ, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით იგეგმება თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის ძალოვანი მინისტრების და როდის ცნობილს? ძალოვანი მინისტრების ცვლილებები არ იგეგმება. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, რამდენიმე ცვლილება იგეგმება და ამაზე უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. რამდენი კონკრეტიკისგან მე თავს ინფორმაცია და რამდენი მინისტრი დატოვოს თანამდებობა? მეტი კონკრეტიკისგან ანუ ახალი სახელები იქნებიან თუ არა? ამერიკის იქნებიან ახალი სახელები. შედარებით რო გითხრათ, რომ საქართველოს მოლოდინები ამ შემთხვევაში და მის გამარჯვება ასე რა ვთქვათ. უფრო მნიშვნელოვანია არ მიმაჩნია სწორი დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება, ჩვენ მხარს დაუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს. ამერიკა არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამერიკის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში იყო სასიცოცხლო მნიშვნელოვანი გასული 25 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ საუბრობთ ამერიკასთან შემდეგ 25 წლის პარტნიორობის თაობაზე, რაც არის ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი. ბატონ პრემიერ, საპარლამენტო თანამდებობა შრომის კომიტეტის თავმჯდომარის სრული მხარდაჭერა ამ რეფორმებში. პირველ რიგში მივესალმები მინისტრის ძალიან ეფექტურ 100 დღის სამუშაოს. ეს კარგად გამოჩნდა იმ საკითხების წარმოჩენით, რაც მინისტრმა ამ შემთხვევაში წარმოადგინა. ძალიან ბევრ საკითხში მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოზიციებს, რაც მინისტრმა წარმოადგინა და მეტიც ამაზე მე წლების განმავლობაში ვსაუბრობდი სხვა მინისტრებთანაც. მაგრამ თავისთავად ცხადია, ჩვენი კომიტეტი უფრო სიღრმისეულად განიხილავს და გაანალიზებს საკითხებს. სულ რამდენიმე წუთის წინ მე მინისტრთან მქონდა საუბარი და ჩვენ უკვე დაუგვიგებთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში რამდენიმე მოსმენა შევატარებთ, მათ შორის დახურულსაც, რათა პარლამენტმა მთავრობასთან ერთად მაქსიმალურად ჩართული იყოს და თავისუფლად შეიტანოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაში. წევანდელებთან მიმართებაში ჩემი პოზიცია მე იცით, რომ აქამდე თავის დროზე საქართველოსმა თინათინ ხიდაშელმა თავისი ბრძანებით შეწყვიტა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურების მიღება. მე მაშინ ჩემი კრიტიკული პოზიცია დავაფიქსირე იმ ნაწილში, რომ ამაზე საჭირო იყო ფართომსჯელობა. ბატონ ლევონის გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღები, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია ემთხვევა მის პოზიციას, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია, რომ ჩვენ საერთო კომპლექსური სურათი დავინახოთ, იმიტომ რომ წევანდელები მსახურობენ არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში, არამედ სხვა უწყებებშიც და ჩემი აზრით მათი ერთგვარი შეთავსება სამხედრო სარეზერვო სამსახურთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ნებისმიერ ჯარისკაცი ეს არის სამხედრო რეზერვისტი
და მათი მომზადება უნდა იყოს ადეკვატური, რომ თავსებადი იყოს ძირითად არმიასთან. ბატონ ირაკლი, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე მინდა გკითხოთ, თქვენ თავად როგორ ხედავთ ამ როლს, საქართველოს როლს, იმიტომ რომ არაერთი ამერიკელი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანა მეტაპობრივად მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება, უნდა დაიწყოს სამხედრო ფლოტზე ფიქრი და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება მისი საზღვაო სანაპიროს. შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე, რომელზეც ნატო ძალიან აქტიურად მუშაობს და დაიწყო შეიძლება მუშაობა, წინასწარ დღეს საუბარი კონკრეტულ ღონისძიებებზე, გეგმებზე ძალიან რთულია, იმიტომ რომ თავად ნატო არის ზუსტად აი ამ პროცესში, რომ ემზადება, რომ ერთგვარი ტრანსფორმაცია მოახდინოს შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პირდაპირ ინტერესი, გარდა იმისა, რომ ჩვენ შავი ზღვის აკვატორიის ქვეყანა ვართ, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და შესაბამისად ჩვენ გსურს, რომ მეტი კონტროლი არსებობდეს შავი ზღვის აკვატორიაში, აფხაზეთის ნაწილში, ამიტომ აქ ჩვენ პირდაპირ ინტერესი გვაქვს. ცხადია, ფლოტის სკოლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ასევე რა თქმა უნდა გვესმის, რომ ეს ძალიან სერიოზულ სახსრებთან, ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ვითვალისწინებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, რომ საქართველო მიუწვის ნატოსკენ. და ამ ფორმატში ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს. შავი ზღვის აკვატორია არის პირდაპირი ნაწილი ნატოს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების, ამიტომ თავისთავად ცხადია აქ პარტნიორების თანაჩართულობის საერთო კომპლექსური ხედვის გარეშე რთული იქნება საქართველოსთვის მარტო, რომ ასე ვთქვათ, მოვახდინოთ ჩვენი ფლოტის უზრუნველყოფა. შენ დამაცადე ხოლმე რომ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მეორედ გამაწყვეტნა. მივალ, ბოდიში. ამერიკის არჩევნებთან დაკავშირებით რო გითხრათ, როგორი არის თქვენი პოზიცია, როგორ აფასებთ, რა გადაწყვეტილების მოხდენა შეუძლია და რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი არჩევანი, რომელსაც ამერიკა გააკეთებს საქართველოსთვის? შეერთებული შტატები არის და დარწმუნებულია, რომ იქნება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და თავისთავად ცხადია, ჩვენთვის ღირებულია არჩევნები, რომელიც ხვალ ჩატარდება შეერთებულ შტატებში. ჩვენ ამერიკელ ხალხს უსურვებთ ღირსეულ არჩევანს და თავისთავად ცხადია, რომელი პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მასთან თანამშრომლობას. მინისტრის კომუნიკაციების დაკავშირებით ეს კითხავთ, განაწილებულია საქართველოსებაში მინისტრადებას დაიკავეს პარლამენტში მეტნაკლებად, ან თუ გაქვთ თქვენ გეგმები შემდეგ კონკრეტულად ვის განხორციელებს პირველ რიგში დიდი მადლობა ქართულ ოცნებას, გუნდს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, ახი გალაძეს, იმისათვის რომ ნდობა გამომიცხადეს და მე ვაგრძელებ ხელმძღვანელობას თავდაცვის კომიტეტის. მაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის გამოვყოფდი ერთ-ერთს და სურს რომ მოვახდინოთ მთლიანად სამხედრო კანონმდებლობის კოდიფიცირება და ერთ სამხედრო კოდექსად ჩამოყალიბება და პირველივე დღიდან მე ამაზე დავიწყებ მუშაობას, თავისთავად ცხადია, დარწმუნებული ვარ, რომ კომიტეტის სხვა წევრებიც ამ პროცესში ჩაერთვებიან. ფიქრობ, რომ სადღაც წელიწად-წელიწადნახევარი დაგჭირდება. დღესდღეობით დაახლოებით 150 სამართლებრივ დოკუმენტში არის ერთგვარ გავრცობილი სამხედრო თემატიკის რეგულაცია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მისი კოდიფიცირება ერთის მხრივ ჩვენ მოგცემ საშუალებას, რომ ის ხარვეზები, რაც არის კანონმდებლობაში და სხვადასხვა ნორმატიულ აქტებში აღმოფხვრათ, მეორეს მხრივ კი მოვახდინოთ სისტემატიზაცია და ის უფრო იყოს მოქნილი და ეფექტური. ამიტომ ეს ჩემი აზრით იქნება ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ნაბიჯი სამხედრო საკითხის კანონმდებლობით რეგულაციის თვალსაზრისით. ფრაქციებთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ ვთქვათ, რამდენი ფრაქცია გამიჭირდება ამაზე კონკრეტული პასუხი, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, მიმდინარეობს კონსულტაცია და ამის შემდგომ უკვე უახლოეს დღეებში მოხდება ამ ინფორმაციის განხილვა. მადლობა. ხომდის აღდგება ძვირადღირს, უბრალოდ მას იქნება სხვა ფორმა, იქნება გაზრდილი ხელფასი. კი ბატონო. ეს თემა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმე, დეტალურად შევისწავლე. კერძოდ ჩართულები იყვნენ ინტენსიურად ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორები, ჩართულები იყვნენ ბუნებრივია ჩვენი ოფიცრებიც და ამ ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად, მათ შორის ხაზგასმით მინდა ვთქვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად მივიღე გადაწყვეტილება, რომ წვევამდელების სისტემა, რომელიც იყო შეჩერებული თავდაცვის უწყებაში, დაზუსტებისთვის მინდა ვთქვა, რომ საერთოდ ის არ იყო გაუქმებული
სხვა უწყებებში ხდებოდა გაწევა, თავდაცვის სამინისტრო კვლავ დაიწყებს წვევამდელების მიღებას და რატომ? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი არგუმენტი გახლავთ ის, რომ ისეთი პატარა ქვეყნები და თქვენ შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ, როგორიც საქართველოა, დღეს თითქმის ყველამ, რომელმაც თავის დროზე შეაჩერა წვევამდელების სისტემა, კვლავ აღადგინა იგი. ქვეყნები, სადაც ეს სისტემა იყო გაუქმებული, მიდის აქტიური დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სისტემა იქნა შემოღებული და რატომ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნულ თავდაცვაზე და ტოტალურ თავდაცვაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ ჯარის საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი და ამის საზომი გახლავთ თუ რამდენად არის ის დაკომპლექტებული. თქვენ ნახეთ ჩემს პრეზენტაციაში, რომ ეს ერთ-ერთი გამოწვევა შესაბამისად საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის წვევამდელების სისტემა აუცილებელი. მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი გახლავთ ის, რომ წვევამდელთა სისტემა გაცილებით იაფია, ვიდრე საკონტრაქტო სისტემა, ციფრებიც იქნა დასახელებული, თითქმის საკონტრაქტო ორჯერ და მეტჯერ აღემატება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ძველ სისტემას დაუბრუნდეთ, არამედ ჩვენ გარკვეული ნოვაციებით წავსდებით საზოგადოების წინაშე. მნიშვნელოვანი ნოვაცია გახლავთ ის, რომ წვევამდელი მიიღებს ისეთივე საბაზისო მომზადების კურსებს, როგორც საკონტრაქტო მოსამსახური. მას ექნება განცდა, რომ ის არის სრულფასოვანი ჯარისკაცი და მისი ინდივიდუალური მომზადების დონე მოგცემს სწორედ ზოგადად ჩვენი საბრძოლო დანატყოფების საბრძოლო მომზადების დონის კარგ ხარისხს. სწორედ ამის და ბოლოს კიდევ გავაგრძელებ, ჩვენ ასევე ვთავაზობთ მათ უქმე დღეებს დასვენებისთვის, დღეს მხოლოდ ორჯერ ისვენებენ წელიწადში, ისიც უქმე დღეებზე, ანუ ძალიან შეზღუდულია და ბუნებრივია ჩვენ რამდენჯერმე გავუზრდით სახელფასო უზრუნველყოფას წვევამდელებს. ბუნებრივია ეს მათ მეტ мотивაციას მისცემს და კვლავ ერთი დამატებითი საფუძველი რაც არის, მათ ავტომატურად სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ საკონტრაქტო მოსამსახურის რანგში გააგრძელონ სამსახური ჩვენს დანაყოფებში. ბატონო მინისტრო, თქვენ საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ პრეზენტაციაზე უსაფრთხოებაზე, იმაზე რომ უნდა გაძლიერდეს გარკვეული მიმართულებები, უპილოტოების გამოყენება, სამხედრო საჰაერო ძალები და ასე შემდეგ. დღეს, როდესაც ნატო აქტიურად საუბრობს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, თქვენ თავდაცვის მინისტრი რას გვეტყვით, სად მოიაზრება საქართველო, რომელ რგოლში, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ დიდი რგოლი და საჭიროებს თუ არა ეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ნელ-ნელა დაიწყოს საკმაოდ ძვირად ღირებული სამხედრო ფლოტის აღდგენა. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ სამხედრო ფლოტის საქართველოში და რატომ? ეს არის კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული, მილიარდებზეა საუბარი და ბუნებრივია ჩვენ როდესაც პრიორიტეტებს ვსახავთ, სწორედ ჩვენი შესაძლებლობიდან, ჩვენი რესურსებიდან უნდა დავსახოთ ეს პრიორიტეტები. თუმცა ეს არ ნიშნავს ბუნებრივია ამ კომპონენტის საერთოდ გაქრობას. ეს კომპონენტი ძალიან ეფექტიანად, რასაც ქვია სანაპირო დაცვის კომპონენტი, მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, მეცაც გეტყვით. ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა მილიონობით ინვესტიციები განახორციელეს, ასე რომ ახალი შექმნა ჯობია არსებულის განვითარება, მაგრამ არა ფლოტის დონეზე, იმიტომ რომ ეს უბრალოდ მოტყუება საზოგადოების და არამიზნობრივი ვთქვათ ხარჯები, როდესაც შეიძლება ფლოტი შესაქმნელად 2 მილიარდი დოლარიც არ იყოს საკმარისი, იმიტომ რომ ერთი გემი თქვენ ხშირად როდესაც გონიოში ბრძანდებოდით, თურქული გემი როცა შემოვიდა, მისი ღირებულება არის 150 მილიონი. წარმოიდგინეთ ფლოტი, რომელსაც უნდა ყავდეს გემები, რომელსაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რა კოლოსალურ თანხებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხი, როგორც ერთ-ერთი თემა. ბუნებრივია, ჩვენ ამ დისკუსიაში ვარშავის სამიტის შემდეგ ვართ აქტიურად ჩართულები. კერძოდ, თქვენ იცით, რომ სექტემბერში ნაკის ვიზიტი განხორციელდა საქართველოში, მე მქონდა გენერალურ მდივანთან ორმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა და ერთ-ერთი თემა განხილვის გახდათ სწორედ საქართველოს პოზიციონირება ამ კუთხით. გახდათ სტუმრად ასევე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი,
რომელმაც სხვათა შორის ბრძანა რომ ის ჩვენთან ჩამოსვლამდე იყო რუმინეთში, შეხვდა კოლეგას და მიმდინარეობს აქტიური დისკუსია ნატოს ფარგლებში თუ რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრომლობა როგორც სხვადასხვა ქვეყნებს შორის, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, ისე ამ ქვეყნების ნატოსთან მიმართებაში რა კონკრეტულ ურთიერთობაზე იქნება საუბარი. მეცაც გეტყვით, ჩვენ კონკრეტული განაცხადი გვაქვს შეტანილი, რომ თებერვალში, როდესაც ამ საკითხს ზოგადად მეტი კონკრეტიკა მიეცემა, რომ შედგეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც ჩვენი ინიციატივებით წავსდგებით ჩვენი კოლეგების წინაშე. ამერიკის საჩვენებებზე მინდა კითხოთ ბატონო მინისტრი, იგეგმება თუ არა ძალოვანი მინისტრების ცვლილება და ასევე გაზეთებში დღეს გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყო თინა ხიდაშელის მინისტრობის პერიოდის შესწავლა თავდაცვის სამინისტროში. ეს აბსურდია, ეხლა ბოლო განცხადება, არავითარი მსგავსი არ ხდება სამინისტროს ფარგლებში, არავითარი გამოძიება არ დაწყებულა. ეს ერთი, რაც შეეხება სხვა კითხვას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, მე ამ კითხვის ადრესატი ვერ ვიქნები, შესაბამისად ამ კითხვაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ. ისევ წლამდელს უდაუბრუნდით ბატონო ლევან რა. თქვა პრემიერთან პირადად თქვა. ერთადერთი ექსკლუზივი ამ კითხვაზე გაგცეთ პასუხი არის ბატონი პრემიერი. ჯერ არა, მაგრამ ახლა მომავალში დაინიშნა. ბატონო ლევან. და თუ შეიძლება რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, ახლა მომავალში წავუდგენთ. ბატონო ლევან. არის თუ არა სამშობლო რომელიც გავფორმასებს თქვენიაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ კითხვის ადრესატი მე ვერ ვიქნები. მთავრობას ყავს ხელმძღვანელი და ის არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილები როგორც ცვლილებებთან დაკავშირებით, ისე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. უფრო ნაცნობი ერთი წამი ძალიან გაწევასთან დაკავშირებით. რამდენი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ახლა მომავალში და გაწევა მომავალ წლის გაზაფხულიდან დაიწყება უკვე რეალურად. ამ პერიოდს კი ოპტიმალურად გამოვიყენებთ წინარე სამუშაოების ჩასატარებლად, განსაკუთრებით კი აი იმ საბაზისო მომზადების კურსების უზრუნველყოფისთვის, რომელზეც თავში მოგახსენებთ. რამდენი ადამიანის გაწევა ხდება? ერთი წუთი ძალიან ხო, 1 საათია, ხო ვკითხოთ რა. ძალიან მაინტერესებს, კონკრეტულად რამდენი წევანდელის გაწევა ხდება წელიწადში, ანუ რას გეგმავთ წელიწადში და დაახლოებით რა ბიუჯეტი, რათან გადაუჯდება თავდაცვის სამინისტროს ეს ყველაფერი. ვინც არის კანონით ვალდებული, რომ იქნეს გაწეული, სწორედ ამაზე იქნება ეს კონკრეტული ციფრი დამოკიდებული. და მე თავში გითხარით, რომ ეს თითქმის 3-ჯერ ნაკლები თანხა იქნება, ვიდრე საკონტრაქტო მომსახურებისთვის აქვს სახელმწიფოს გათვალისწინებული, ასე რომ ჩვენ მინიმალური დანაზოგით, მაქსიმალური ეფექტის მიღწევისთვის, რასაც ქვია სამხედრო დანაყოფების საბრძოლო მომზადების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფას დაკომპლექტების ნაწილში, მათ შორის წვრთნების ნაწილში და მათ შევთავაზებთ სწორედ საბაზისო მომზადების კურსებს, მიმართული იქნება სწორედ აი ამ მთავარი მიზნისკენ. ამერიკის არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან ვთქვათ, რომ გითხეთ, როგორია თქვენი შეფასებები. ჩვენთვის, როგორც თავში ვთქვი და ეს იყო მთავარი ლაიტმოტივი ჩემი პრეზენტაციის, ამერიკის შეერთებული შტატები არის სტრატეგიული პარტნიორი, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, სწორედ ამ სფეროში ითვალისწინებს აქტიურ თანამშრომლობას, ამიტომ ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას. რაც შეეხება გამოძიებას დაღუპულიყო მთავრობის საქმეზე, როგორ მიმდინარეობს, რა ეტაპზეა და ვისი დანაშაული იკვეთება ამ ეტაპზე? ამ ეტაპზე გამოკვეთილია ორი პიროვნების ბრალეულობა, თუ რამდენად არიან ისინი დამნაშავენი, ამას ბუნებრივია სასამართლო გადაწყვეტს, სასამართლოს მიდის ახლა სასამართლოს ფარგლებში არსებითი განხილვები და შესაბამისად ამ გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. ბატონო, ბოლო კითხვის დასუსტ გენშტაბის რეკომენდაცია იყო გაწევასთან დაკავშირებით, რა შეიცვალა ახლა? კონსულტაციები მე გავიარე, როგორც გითხარით, ჩვენს ოფიცრებთან, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და ბუნებრივია შევისწავლეთ ჩვენს ატაშეებს სხვადასხვა ქვეყანაში ვთხოვეთ თითოეული ქვეყნის გამოცდილების წარმოდგენა და თქვენ თავადაც შეგიძლიათ გადამოწმოთ დინამიკას, ყველგან აქტიურად დგას საკითხი რეალური საფრთხეებისთვის ადეკვატური პასუხის გასაცემად წვევამდელების სისტემის
აღდგენისა იქ სადაც იქნა ის დროები ჩეჩერებული ან გაუქმებული. მადლობა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან საქართველოში და ბუნებრივია ის პროექტები, რომელიც არსებობს სამხედრო სფეროში, ჩვენი თანამშრომლობის კუთხით, კერძოდ კი სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა კვლავაც იქნება გაგრძელებული. ამას ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თურქებთან და აზერბაიჯანელებთან ერთად, რათა региональური უსაფრთხოების დონე იყოს мაღალი ჩვენს ქვეყნებში. Вокруг Грузии, вот в Азербайджане сейчас ведет военные подготовительные учения, и в Турции происходит то, что это не беспокоит Грузию, не влияет на отношения трехсторонних отношений. ეს მათი შიდა საქმეა, მათი წვრთნების ჩატარება ჩვენთვისაც პრიორიტეტია ბუნებრივია, ასე რომ თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლება, მით უფრო კეთილგანწყობილი მეზობლის სუვერენული უფლებაა ეს წვრთნები ჩაატაროს, ამას ჩვენ არავითარ საფრთხეს არ ვხედავთ. А следующая встреча когда будет трехсторонняя? მე თხოვე ელჩს, რომ და უკვე კონკრეტული მიწვევა გაუგზავნე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს და მეც ვარ მზად თუ ეს მოწვევა იქნა ჩავიდე აზერბაიჯანში. მე ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს აზერბაიჯანთან, როდესაც ვიყავი როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჩვენ გვყავს იქ მეგობრები და ბუნებრივია ეს გვაძლევს ძალიან კარგ საფუძველს, რომ მომავალშიც ჩვენი თანამშრომლობა იყოს ძალიან ნაყოფიერი. ასე რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის ფარგლებში ქვეყნის სუვერენული უფლება, წვრთნების ჩატარება, ამას ჩვენ არავითარ საფრთხეს არ ვხედავთ. Как развивается между Грузией и НАТО сотрудничество? ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ ურთიერთობები ნატოსა და საქართველოს შორის. იცით რომ თურქეთიც ნატოს წევრი ქვეყანა და აზერბაიჯანი, საქართველოსა და თურქეთის წვრთნებიც სწორედ ამ ნატოს სტანდარტების დამკვიდრებას ემსახურება. კერძოდ ამ შემთხვევაში საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩვენ 3 დღეში, ანუ 10 ნოემბერს პირველად ნატოს ისტორიაში ჩავატარებთ ნატოს წვრთნებს, ანუ ნატო ჩაატარებს წვრთნებს საქართველოში, არა წევრ ქვეყანაში, არამედ პარტნიორ ქვეყანაში. ესეც ხას უსვამს ჩვენი თანამშრომლობის მაღალ ხარისხს. Представьте. Я Леван министр обороны. Мы отправляем материал по этому. Спасибо. Да, ეფექტიანი. ჩვენ ვაუმჯობესებთ სისტემას, ვიდრე ეს იყო აქამდე. ახალ წვეულები გაევლიან საწყის საბრძოლო მომზადებას, ანალოგიურს, როგორცაც გადიან ჩვენი პროფესიონალი სამხედროები. მათი ანაზღაურება 7 ლარიდან გაიზრდება 50 ლარით და მათ უფრო მეტი დრო ექნებათ, ვიდრე ეს აქამდე ჰქონდათ. რამდენად მზად იქნება სისტემა, თუნდაც ინფრასტრუქტურულად პრობლემა არ არის, სისტემურად პრობლემა არ არის, უბრალოდ ჩვენ დავხვეწათ საბრძოლო მომზადების პროგრამებს და შესაბამისი თანხები გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში. რეზერვის სისტემასთან დაკავშირებით რო ვთქვა რა. ჩვენ დავიწყებთ უკვე მუშაობას წელს, რომ გაზაფხულის გაწვევისთვის მზად ვიყოთ, მივიღოთ ახალ წვეულები ჩვენ სამხედრო ნაწილებში. რეზერვის სისტემასთან დაკავშირებით. გაუქმდება ეს ვალდებულებად რჩება, ამას არეგულირებს კანონი. ყველა სამხედრო მოსამსახურე თუ სამოქალაქო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ექვემდებარება გაწვევას, ყველა გაწვეული იქნება. არის იქ გარკვეული კანონში ჩაწერილი შეღავათები, რომელთაც ისარგებლებენ, მაგრამ ვინც ექვემდებარება გაწვევას, ყველა გაწეული იქნება. რეზერვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით რო გითხრათ. რეზერვის სისტემასთან დაკავშირებით შემუშავებულია კონცეფცია, როგორც მინისტრმა აგიხსნათ. რეზერვი იქნება 3 ტიპის, ერთი არის საბრძოლო, მეორე არის ტერიტორიული და მესამე იქნება სპეციალისტების რეზერვი. ეს არის შემდგომი განხილვის საგანი, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მომავალში გაიგებთ ჩვენ პოზიციებს ამასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის რა გეგმა არის შემუშავება? ჩვენ ამ დროისთვის ვმუშაობთ SDR-ზე. სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვაზე. რას გააუმჯობესებს ეს თავდაცვის სისტემაში ეს ცვლილება?
პირველი და მთავარი რაც არის, ეს არის ის, რომ სამანევრო ელემენტებს საბრძოლო მზადყოფნის და მომზადების კუთხით ძირითადში ხარისხი გაეზრდებათ. ახალწეულების მომზადება, გადამზადების პროგრამა ახალი შეიქმნება და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, ახალწეულები გაევლიან ანალოგიურ პროგრამას, ისეთივეს როგორცაც გადის ჩვენი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე. ეს იქნება სრულფასოვანი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ანალოგიური ამოცანები, შეიძლება გარკვეული განსხვავებით იმის დამიხედვით, თუ რომელ გვარეობაშიც მოუწევთ მათ მსახური. ასევე გაიზრდება მათი ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი და ეს არის რესურსი ჩვენი მომავალი რეზერვის შესავსებად. ექსპერტები მიიჩნევენ რომ და შემდგომ თუ შეიძლება არსენავს თავი რედაქტორი ირაკლი ალგაშვილი. როცა რამდენი ვიტყობთ ექსპერტი ამ შემთხვევაში ვერ ვაკონკრეტებთ სამწუხაროდ და ტიტულში. კარგით. დიახ, ორ წუთში ჩაგწერთ რა. სამხედრო გამწვევასთან დაკავშირებით გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, რამდენად მზად არის თქვენი აზრით სახელმწიფო იმისთვის სისტემა, რამდენად მზად არის ინფრასტრუქტურა და სახელმწიფო აქამდეც მზად იყო, იმიტომ წლების განმავლობაში მუდმივად ხორციელდებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, როგორც შეერაღებულ ძალებში, ასევე სხვა ძალოვან სტრუქტურებში, მაგრამ იცით, რამდენიმე თვის წინ მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა შეაჩერა, არ გაუქმებია, შეაჩერა თავისი დაუწყებრივი ბრძანებით გაწვევა შეერაღებულ ძალებში. ახალი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ის გააგრძელებს, აღადგენს გაწვევას. ხოლო რამდენად საჭიროა თუ არა გაწვევა. როგორც ამ პერიოდმა აჩვენა, შეიქმნა პრობლემა. პრობლემა რაშია, რომ იგივე სადარაჯო სამსახურში, როდესაც აღარ არის ეს ერთწლიანი ჯარისკაცი, იძულებულია უნდა დადგეს კონტრაქტით მომსახურე, რომელსაც სახელმწიფო უხდის დაახლოებით 900.000 ლარს. მაშინ, როდესაც ამ კონტრაქტით მომსახურე უნდა გაიაროს ამ პერიოდში აუცილებელი მომზადება ველზე და ქვეყანა მის იმედზეა, რომ ის ჩამოყალიბდეს პროფესიონალურ სამხედროდ. იმის მაგივრად მას უწევს, იმიტომ რომ აღარაა ჯარისკაცი, იდგეს დარაჯად. ეს არასწორი არის ასეთი მიდგომა, ეს ჩემი აზრით. გარდა ამისა, როგორც თავდაცვის მინისტრმა ბრძანა, არის ახალ, შეცვლაზე საუბარი 50 ლარამდე გაიზრდება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეს ეს ყოველთვიური ხელფასი, ექნება კვირაში 1 ან 2 დღე შეიძლება დათხოვნაში წავიდეს და გარდა ამისა ის რომ კარგი პირობები არის. ხო, ერთ წუთით აქ თავარი რაც აქვს ქვეყნისთვის, იქნება ის, რომ ის არა მარტო თქვა დარაჯად იდგება, ან ლოჯისტიკაში იმუშავებს, არამედ მას ის გაივლის იმ მომზადებას ნაწილობრივ მაინც, რასაც გადის კონტრაქტით მომსახურე. ეს იქნება ტაქტიკური, საველე მომზადების გარკვეული ეტაპები, რაც იქნება საუკეთესო საფუძველი ნორმალური მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის შესაქმნელად. ხიდაშილის გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო და არა, მე ვერ გეტყვით ახლა მე უბრალოდ მაშინვე მე არსენალში სკვირისპალდრაში ყოველთვის მithქვია, რომ არ არის ესე, იმიტომ უნდა გაითვალოს, რომ ჩვენ თუ აღარ დავაყენებთ ამ ჯარისკაცებს და დავაყენებთ თქვა კონტრაქტ მომსახურეს, ან სხვას დავიქირავთ, შეიძლება სამოქალაქო პირი. ყველაზე კაი ვარიანტია თანამედროვე ელექტრონული სისტემები დაცვის დაყენება, მაგრამ ეს არის დიდ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ისევ ქვეყნის ბიუჯეტიდან უნდა გაიხარჯოს. მადლობა. წინასწარად ხო შეიძლება ირაკლი ალდაშვილი, ჩემი? სადვართ პირველ რიგში როგორ წარგედგინეთ თქვენ? გიორგი ხარაბაძე, დემოკრატიის და უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მადლობა ბატონ გიორგი, გვაინტერესებს ხალბატონმა თინამ გააუქმა ეს სამხედრო გაწვევა. ეხლა ახალმა მინისტრმა ხომ აღადგინა, რამდენად საჭიროა და რამდენად აუცილებელია რომ თვითონ პირველ რიგში ვიტყვი, რომ დღევანდელი მოხსენების ყველაზე სასიამოვნო ახლა სავალდებულო გაწვევის აღდგენა იყო, ოღონდ არ ჩათვალოთ ძველი სისტემის აღდგენა, თვისობრივად ახალი სისტემაა, რომელიც ეფუძნება გაძლიერებულ საბრძოლო მომზადებას, პირობების შექმნას და ასე შემდეგ. ასე რომ ხოდ მივესალმები სავალდებულო სისტემის აღდგენას, იმიტომ რომ დღევანდელი გამოწვევის პირობებში მით უმეტესად საქართველოს აქვს ეს აუცილებელი კომპონენტია. და ირაში ჭირდება მაინც უფრო რომ გაგვიმარტოთ, რამდენად არის აუცილებელი ეს სიახლეებიდან ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნეთ, რომ ყველაზე მთავარია, რომ ახლებური წესით აღდგებაო ეს სისტემა, აი კონკრეტულად რომელი ნაწილი არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია ის, რომ საწყისი საბრძოლო მომზადება იქნება ანალოგიური, რაცა საკონტრაქტო სისტემას. დასთავარია ამ ადამიანებს არ ექნება მხოლოდ უბრალოდ
საყარაულო ფუნქცია, რომელიც წლების განმავლობაში ქონდა და მათ არც ქონდა და ხელფასი ას პრივილეგია და არც არაფერი. მათ ექნება სრულყოფილი სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომლის შემდეგაც ისინი მიიღებენ საწკე საბრძოლო უნაჩვევებს, რომელიც გამოადგებათ ან შემდგომი სამხედრო კარიერისთვის თავდაცვის სამინისტროში, ან ყოფით ცხოვრებაში. დავსთავარი ეს ემსახურება თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას და ქვეყნის უსაფრთხოების მაქსიმალურად გაძლიერებას. მადლობა. მადლობა თქვენ.